სიყვარულით სამუდამოდ თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა მიდი ჭამე ჩემი ბიჭი მიდი ლიკუნა გეყიდა რა ყველი რა. ხო იცი რომ მიყვარს ჩაისთან ყველი. აუ ეგრე შენ გოჭის ხორციც გიყვარს ჩაისთან, მაგრამ სად მოგიტანო ხო ყოველდღე გოჭის ხორცი? ნიკამ, ისე მოითმინე ცოტა და შეიძლება ყველიც გაიჩითოს. როდის? დღესვე. აი მალე მოვლენ უკვე. გავს მოვიყლა ვიცოდე და ანდრეს დავტოვებ, რომ შენი ნათესავების ბრალია და ირბინეთ მერე სასამართლოში. დიდი ხნით რჩებიან? რა ვიცი, ალბათ რაღაცები უნდა გაყიდონ. მე თუ რატო გადის აბრეშუმის გზა ჩემს სახლზე გამაგებინეთ რატომ? აი მენიკა, კარგი, ნუ გაქვს ეგეთი ენა რა და შენი ნათესავები არ ჩამოდიან? ჩემი ნათესავები რომ ჩამოდიან, რაღაცების საყიდლად და არა გასაყიდად. შესაბამისად არ დგას ჩემ ოჯახში ინდაურის ყველის და ძროხის სუნი. მოგვიანებით რომ ბატონო დავი რა იქნება რა? კარგი რა, ნიკა, რა ასე ხშირად ჩამოდიან ახლა? აი კომუნალური გადასახადები რომ მოვაგუჯა ჯინჯოლიაზე, მერე გაიგებ შენ მაგას. და საერთოდ ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ რა. ვაი მე ცალ-ცალკე რატომ უნდა ჩამოვიდნენ? იმიტომ რომ ლაპარაკობენ ერთმანეთში სირივით უყურებს. კაცო ჯერ გუჯა ჩამოვიდეს და მერე მამული. აი მე მინდა არქვა მამული. ვინდა არქვა და მშობლებმა. დარწმუნებული ვარ, სხვაზე ვერაფერზე იფიქრეს. კაცად ეკაც შენ. სკანგული ვაფირა უშენმა იუნა უსაფრთხოების ორტაბ. მასაკათა ვიმეორებ მეგრულს, ვიმეორებ. ოხ, შენც არ იცოდე ხა რომ იმეორებ. ვიცი. დიახ. რა იცი? სკან დედაპონი. გაღი. ოი მე. აღარ შემიძლია რა. აღარ შემიძლია. გეგენიანიან? გაჩერდი ხა. გაღი. Magena swallows buja. Kimi zgabi. Nakhe mamulia. Როგორ კამეჩი ვითარ არის ჩვენი ნიკა შენ ხელა კამეჩი ყავს სოფელში 6 ლიტრას იწველის ჩვენი კასანდრა დღეში ის რომ არ ყავდეს რა გვეშველებოდა და შენ რომ არ ყავდე კიდე უფრო რა გვეშველებოდა და რა გვეშველებოდა მოვდივარ რომ მოვძანდით აი ნაცადე გოგო ამაში რა ჩადე ბიჭო, გამიფუჭე ხამსოც ჩან. აბა! როგორ ახართ? რამდენი სანოვაგე ჩამოგიტანია გუჯა, აბა რა უკნა ჯიმა? ცოტა რომ ჩამომქონდა? გზის პლუსლის ვასწორები და ხა იქნება დამჭეს 1-2 კაპიკის ზემოდან. მამულია, რა გინდა? აბა შენიც ახლა ის პარკები რაც დარჩა, გადაანხვიე კარგად შენ რომ იცი აკურატულად და შენ მასწავლი რა. დავტოვე ოჯახს კაცო. მე რა თმინდა გუჯა პარკების მეტი რა მაქვს. შეგაჩვენდი გოგო. უყურე ამას. გადაწყვეტილი ამბავია ეგაზო. გოგო. ხო. ეს არის გოგო კამეჩის ყველი. დედა რო გამომდიოდი გოგოს სახლიდან. ეთყობა სუნი იგრძნო და ასე გამიგნია დავით. არ უნდა შვებოდეს შენ მაგას ვაბა. ესე გაცილებს ხოლმე ყოველ წამოსვლაზე? არა გოგო. რძის ფქვილზე რო ვაყენებ, მაშინ არაფერს არ მეუბნება, რაც გინდა ის ქენიო და ვეღარ გავიგე. ისე გარედან ყველა ერთნაირია და რანაირად არჩევთ რომელია მისი ძროხის, ფხვნილის, კამეჩის. დედა ლიკა რა არის გოგო, სულ გამოგაშტერა ამ თბილისებმა და ქალაქებმა რა? რატო? ვაგმახან გასე რა უნდა გოგო ამას? ეს არის კამეჩის, ეს არის ძროხის, გაიგე ახლა? ახლა გავიგე, ეს არის კამეჩის, ეს არის ძროხის. და ნუ ათამაშებ მომეწია გასაყიდებია ესენი და არ გამიფუჭო. მოიცადე, ეს არის კიდო თხის ყველი, გაიგე? ფუ თხის ყველი. რა ფუ? შენ ნაფუარი რა იყო, მე ცუცლი ხომ არ არის ყველია ბოლო-ბოლა. ხომ არა თხის ყველი?
არა, დათვის. დედა გადამიდევთ თქვენ კაცო. ევროლიბერალიზაცია რომ მოგცეს, ის არ გაგიკვირდა და თხის ყველი გაგიკვირდათ? გაგვიძებდა. ეს ყველაფერი გასაყიდად გაგვიჭო ჩამოტანილი. არა მუზეუმისთვის. აბა. ხო და დატოვე ბიჭო, იქნება გაძვირდეს და მე გავაყიდინებ, კარგად თქო, ამის თქმა მინდოდა. დედა! გაიყო! დედა! გოჭი სად არის ბიჭო? გოჭი სად არის? გოჭი სად არის? არ გადამრიო, ვაგმაშერა, ვაგმახლა სად არის? გოჭი სად არის? აღარ შემიძლია. აი გოჭი, მამულა. გოჭი, გოჭი. ეგენა გოჭი. სიმინძე მყავს გაზდილი ყვითელ სიმინძე, ნატურალურია სუფთა. ისე ახლა ჩვენში რო დარჩეს ნატურალური ყველაფერი კარგია. აბა ის არის კარგი? სილიკონებით რო არიან გამოტენილები? ერთ ძუძუს რომ მოუჭერ, მეორე იბერება. აბა შენ რა იცი გოგო? ტელევიზორში ვნახე. გოიმი. დედა, მოით თხილი მოგეტანეთ კაცო, თხილი. მალნობა კაცო, რა საჭირო იყო ამდენია? წელი ძალიან ცოტა მოვიდა თუ არა ამასაც გავყიდდით ვიო. გარიყო ხო, ბევრი ხარ. არა უშავს. 2000 ლარი რომ ვიშოვო ახლა მე კრედიტს გადავიხდი. არგენტინასთან მივალ. პატარა ფიზიკუნა და ფიზიკა ბებიას ვირუსი ქონია და იმათაც ცოტა ფულს მივცემდი და კიდო გავაკეთებდი რამეს კაცო რა. ყურის ექიმთან მიდი აუცილებლად ყურის. დაუწე რა ცოტა ამ ტელევიზორს. არაფერსაც არ დაუწევ მე. არ მესმის რას ლაპარაკობენ ეს თურქები. რა გჭირ შენ ასე იაზვები. მოგწეს ერთი თავი ყველი და აუციოს მაშინ ტელევიზორს. რამ გადაგრია ამ ყველზე გიყიდი. გიყიდი. სააკაძე 7 დატოვა უცხო ქვეყანაში. ერთი თავი ყველი ვერ დავატოვებინე ვინ არიან ესე კაცო გავგიდე. მამულა, რა გაგიკეთოთ, რა შეჭამთ დღეს? ჰა? რა ვიცი კაცო, რაც გაქვთ სახში ახლა იმას შევჭამთ, არ არის კაცო პრობლემა, აგერა პეჩენია. ხო და ამოიღე ჩანთიდან მაგათი დედალი. ყვითელი როა ის, ხო ხედავ რა სახშია იმას შევჭამო კაცო. სემპრივეთ. დედა რასაარო გავხარ? რა გაცია ბიჭო ეს რა არის? აი გოგო, დაიქცა ქვეყანა. იქნება ჩემსახში ტრუსიკით მინდა გავლა. დედა რა გაცია ბიჭო ეს? ნიკასი არ გწყვენია? კაგიზდი გოგო, მედალიკა ბავშვობაში ტრუსიკით დავრბოდი დინარეზე. არალიკა? და სათხედავ ეხლა აქ აბანშის წყალს მითხარი ერთია? ან ეს რა არის ბიჭო რო ჩაიწვი? კაცო მე შენ არ გიყიდე ბიჭო თბილისში ჩასაცმელი სვეტკი ტრუსიკები არ გიყიდე გამაგიჟე მეშე რსადიშო ვესტრიამგა რა და გოც გავყადე გატრია გედანერია ნიკუშ ერთი ხელი სიგარეტი ხომ არ გექნება გამითავდა ერთი კვირა უკვე და ესით მე ასე ხშირად არ ვეწევი და მაცივრის თავზე ნახე იქნება ეგდოს ერთი ღერი. არავის არ ვერცე მოყავს რომ გაწყენდეს. ბედა რამ ხელახმაზია. სად მითვრები, ბიჭო, არ ჩამოვარ. დედალიკა ნონერვიულობ გოგო მაგას ისეთი პარაშუტიაცი არ ბილად დაეშვება ძირს მამულა. ეს რო დამთავრდება ხო გადართავ კურიერი იწევა რა. არა კაცო არ გინდა შენ მაგი რა არ მინდა. რა და ეს არის პროპაგანდისტული მანქანა სპენსი. ამიხსენი ახლა რატოა პროპაგანდისტული მანქანა? აბა რა მანქანაა ახლა ეს? მომეცი აქ როლს-როისი. უჯა ბატონო ნიგა ბატონო, ასადარა მაცივარშიც არა რას მეუნები კაცო? ხო ასეთია, ცუდი მაცივარია ეგ არც სიგარეტია შიგნით, არც დედალი კარგი, არც ყველი სხვათა შორის. გოგო მომეცი ეს პულტი რა უყურებს აქ სისულელებს გადამროთ მე თქვენ რა გაჭმევთ ამ სალათებს არა მაგრამ გადამიხია მაშინ ო ბოდიში ინდავრისაცივი მინდოდა, მაგრამ გამყიდველმა 75 მეტრს არ დააკლოც ბავშვი. შეგატყვალბად რომ არ იყავი მყიდველი თორემ 65 ლარადაც მოგცემ და მე ვიყო გა ერთ ადგილას უნდა გამომყვე გადო
წონაში მოატყუე ვინმე და უნდა მაჭყუო. არა ვიო. ბიზნეს შეხვედრაზე მჭირდება შენი გვერდით დგომა. რა ბიზნეს შეხვედრა გითხრა ახლა ამ შუაღამისას, ა? გეჩემდი გოგო შენ რაიც. ყველა დიდი ბიზნესმენი ღამე ნიშნავს წრელკას. ასე არა ნიკა? რა ვიცი. ო, კარგია, მაგას რო კითხე. ჩემი ქმარი მაგ საკითხში შეუდარებელია. სად იყო ბიზნესი, ჩემი ქმარი ღამღამობით შეხვედრებს რო ნიშნავდა. ნიკოლი გეყოფა. აბა, რა ბიზნეს შეხვედრაზე მიბრძანდებით პატრიცინო ჯორჯ სოროს. დიდ ბიუჯეტიანია და მაღალანაზღაურებადი. არ იქნები უკმაყოფილო. დამიჯერე. ბიჭო, დააცადე, ბიჭო, იეგება და სახჭი უნდა ყოფნა, რა არის რა? გაჩერდი გოგო შენ? ჰა? სახში ვიჯდები მე რომ თბილისში ვცხოვრობდი, გაიხედე რა ხდება გარეთ გუგუნებს ქალაქი. რა მოხდა მერე? რაიმე, რამ გადაგრია ამ ღამით რა გჭირ შენ კიდე? დამაცადე, უყურა. გადამიხვიე გოგო. იქიდან რო შემოდის ეს? ო, გავიდე. გუჯა უხევსად მე რა პავაროტნიკით აპაჭუნებ მაგთვალს. და რა უტვინოამ დედას გიფუჩუამ. დედლები ბიჭო. დედლების და გოჭების. ეს ბაზრის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ადეგი ახლა როზე მიხედე თავს ბიზნეს არ უყვარს დიდხანს ლოდი. ბიჭო, ჩუმად ვეღარ გავიგე ვერაფერი. გადამდე ხანში დაბრუნდებით კიდე თქვენ? ჰა? ეგ ნიკაზია დამოკიდებულია. ნახვერდი როგორი ბიზნესის ალღუ აქ. შეგარცხენს დამიჯერე. ბიზნესი. ვიდო? ხო ნიკა, მაღაზიაში ვიყავი გამოსული და არ მესმოდა. ხო. ფენის მაგას მის? ვაიმე, ჩვენი ფენი გაფუჭდა ნიკა და გამოვედი რომ მეყიდა. არა, ზაყვარელო, შენ გამოცვას არ ვაპირებ. თან თუ ჭკვიანად მოიქცევი, ხო იცი როგორ მიყვარს ანტიკვარიანტი ნიკა. ხო. ინსპექტორი. ნიკა, ახლა სად ვარ? მამი და ჩემთან ვარ ნიკა. შენ ხო ჩემი ნათესავები არ გაინტერესებს? ხო. ნუ აფიქრებინებ ახლა ამ ქალს რომ იდიოტი ხარ. ერთადერთია ვინც არ გიცნობს. აჯერა. კაი, მაშინ გაიცენი ჩემი მამი და. ალო? ალო, გამარჯობა ნიკა, საყვარელო. კი, ჩემთან არის ლიკუნა, კი, ჩემთან არის, იცი, მალე გამოვუშვებ, არი ნერვიულო. ძალიან მიყვარს, ძალიან ენაცვალოს ამას. დეიდა. ნიკა, ხო ასაკშია და აერია, ეხა დეიდა და მამი და. უი, ნიკა, ჩაიცა, კაი, წავედი, მიდი, უნდა გამოვუცალო. კაი, მიდი, ჩაიცა. რა დეიდა გოგო? ო, შემიშალა ეხავა? კაი, მიდი, მიხედე საქმეს. გამარჯობა. გამარჯობა. იზაბელა 1962-დან ვარ და უნდა წავიღო. კი ბატონო. იცით, მანამდე რაღაცები იქნება შესავსები. ერთი წუთი პირველი, ერთი წამი წავიკითხოთ. დაოჯახებული თუ ბრძანდები. ბატონო. და არაფერი მომეწოდა ისინი. კი. ინებეთ? ერთი წუთი უნდა შემომეწმოჯე. იქ არის. მეორე. ახლამდის. ასე უცებ რატო გავუშვი? გოგო, ბეჭედი ეკეთა ხელზე და რა აზრი ქონდა? ვაიმე. რა იყო? აუ, რაღაცები შემეშალა ამ სიჩქარში, რაღაც არასწორად მივუთითე თანხა მგონი. აუ, შათიკო გამაგდებს სამსახურიდან უეჭველი. რამდენი წელი აქ მუშაობ? მე? ხო.
6. მე 6 წელია გეშლება და არ მგონი ახლა გაიგიჟოს თავი. მიდი ამოწერეთ ამერკაცი. ცდი. ცარა წამოდი ბიჭო. ბიჭო უმის რაღაც მინდა გითხრა ერთი წუთი აი ხო ბიჭო. ბიჭო ცხენია ლიკასი ვისი ცხენია ბიჭო? არავინ არ არის აქ ლიკას დათესავი. ვის რომ მიამათ? მიწდება რა ღალატის მიდი ბიჭო, მოდი აქ. მოიცა ბიჭო მისმინე. რა არის ღალატი ბიჭო? ის კი არ უნდა უთხრა რამდენი ქვემეხი და ტანკი ყავს ლიკას. მოდუნდი ბიჭო, მოდუნდი და გადაეშვი სიყვარულის მორებში. როგორ უნდა მოვდუნდი რა მოდუნდი ბიჭო, ასე მოდუნდი. ოხ გუჯა კარგია. მოვდუნდი და მიდი. მოვდუნდი აი ერთი რას გიყო. შეხედე ბიჭო, რა კარგები არიან. ამათ გამჩენს ვენაცვალეს. კანგულა პირო. მოკლედ მეთავე მოდი აქ ბიჭო. ეგერ არის ახლა კაფე და უთხარი კოფე. ვერ შენ არ მეგონი ბიჭო, ასეთი. როგორ იცი რა მე ბიჭო ხუმრობთური ქალი რომ მიყვარს სამშობლო არ მიყვარს მას რაცადე პატარა სიტუაციას შევეჩვევს და მიდი ძიე. მოდი ვარ. მოდი ბიჭო მოდი ახლა ჯიმა დროზე აირჩიე თორემ მომღერალ შემჭამეს თვალებით. რა ვარ ასეთი სიმპათიური ბიჭო? იცი რამდენი გოგო გათხოვდა უსიყვარულოდ სხვაზე, ჩემი უარის შემდეგ. კაი შენ ახლა ისეთ ხოძი ხარ ორ წაიყვან ალბათ ხო ორი რადმე ბიჭო, შაღაბაზი კი არა ვარ. პარებს ყველას წავიყვან და შენ მიდი ნარდი ეთამაშე დაცვას. ბიჭო ეს შავგრემანი რა მაგარი იყო კარგია, მაგრამ არ მინდა შავგრემანი მამულას მყავს სახლში. ჩეთი დათქვის მამულა აი უფრო აი ქერა მევასება, ქერა უფრო უცხოა. უცხო იქიდან მოდი შეხედე ამას ტრაქზე მადენ იტალია ეწერება ჯიმა პირადობის მოწმობა წამოღებული ხომ გაქვს? არა ნომერიც არიცი ნომერი ზეპირად 1497 რა? ხო? გაგიმართლა ჯიმა? აი იმ გოგოსთან რამდენჯერაც დაწვევი ბონუს ქულები დაგერიცხება. არ მომწონს ნახე რა მაგარია, რა არ მოგწონს ბიჭო? გამხდარია მაგას შენი ჩამოტანილი დედალი ჯობი კარგია ხომორჩემ შუტკაობასა აირჩიე დროზე და დაუძახოთ ახლა. დაუძახებ მაგრამ რა უთხრა შეშენა რა უთხრა ბიჭო? რა უთხრა და გამარჯობათ გოგოებო, ჯოკერი ხომ არ ჩაგვეღაზათქო? სიცხვილია ჯიმა. ყველა ჩვენ ვიყურებს ასე ეგონებათ რომ შენ კერავ და გაბავ ბიჭო. აირჩიე დროზე. კარგი ხო მოდერთი პირობით რა პირობით? არ დაიწყე ტრიპაჩობა რა შენებული ტრიპაჩობა აქ ხვენია ნიკუშ ბრატ ტო ახლა უყურე გუჯას ახლა უყურე თავისუფლები ხართ გოგონებო? ტაქსის ტრაფარეთს ხედავ სადმე ჩემი ძმა. ბიჭო, აკედა თასავები არ იქნებიან, რომ ძმას რატო გეძახის? ბიზნესმენთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გუჯა ჯინჯოლია. ენიკა. მე ქრისტი ვარ. ეს მადონა. უი. სასიამოვნო, მე შენ გოლივუდში მგონი ხარ. გუჯა წავიდეთ. რაღაც მომესმა ხომ გარედან, არა? გარედან. რატო ხარ ასე მორიდებული? მე რა ვიცი, აბა. ცოტა გაიხსენი. კარგი, ახლა მორჩი ამ ტრიპაჩობას. ჯობია შამპანური დავლიოთ. აფიციანტ.
ერთი შამპანური ყველაზე ძვირიანი რომ არის ის არა შედარებით იაფიანი რომ არის ოღონდ ხარისხიანი ხო აბა უხარისხოს ხომ არ დავალევინებ გოგონებს აბა მიდი თქვენ გენაცვალოთ სამარგალოს პრინცი კიდევ ხომ არაფერს ინებებთ ძევაჩკი ხილის ასორტი ხომ არ ავიღოთ? მონი კარგი აზრია. კარგი აზრია. ხილის ასორტი. ტიტუ რატო ტოცი ვარ კაცო ვაშლის მეტი რა მქონდა სოფელში წამომეღო ვარდებალპება არა და მამულია მეუბნება წავიღოთ ვაშლი წავიღოთ და დავიწერე იოლკი პალკი თუი კარგი დაწყნარდი არ გვინდა საერთოდ ხილის ასორტი მართალი ხარ შამპანური დავლიოთ ოღონდ ერთი ბოთლი მეტი არ გვინდა არ მიყვარს დათვრებიან და მერე იწელებიან ელარჯივით რას იცინი? ყველის ვაჭრებით იცინის. მე არაფერი არ მithქვამს, დედას გეფიცები, მე არაფერი არ მithქვამს. რა გითქვა? იცით მე მინდოდა მეთქვა რომ იცით გუჯას საერთოდ მიყვარს რძე სამ ჭურჭელიც ჭურჭელი მეც მოდი მოვჭეთ ახლა ძალიან ლამაზები ხართ გოგონებო და მოდი მე და ნიკამ რომ არ ვიჩხუბოთ თქვენ აგვირჩიეთ აბა ნიკას ხომ არ დავასწრებ დავასწრებ და სადარჩები მაგასაც ნახავთ ამაზური ბიჭო შენ ხელა სასტუმრო მაქვს სოჭაში უბრალოდ ახლა გვიანია და რას გავყვეთ იქნამდე თორე სხვადასხვის რუსეთში ბევრ რეკლამაში ვარ გადაღებული მაგალითად შამპუნის შამპუნის რეკლამაში ალა სექსუალურ მამაკაცებს იღებენ რეგაზინე ზეჯა აბა შენ შპროდის ბანკაზე არ დაგახატავს არავინ აბა რა ფულსაც შოულობს სულ რესტორნებში ვხარჯა არ მიყვარს დათვლა ერთხელ დილით ბავშვი შემოვიდა ჩემი მამა ბუფეტის ბული მომეციო მე წავედი და ასე დაუთლილად მივეცი საღამოს მოვიდა ბავშვი საბუთებით რა არ იმეთქი და მთელი ბუფეტი უყიდია ბავშვს რაც შენ ეგეთი რამეები გაკეთებულია კრასნოდარში ვარ ზბორებზე ახლა ბიუში წყალბურთელი ვარ მიტომ აგზეთი განიერი მხრები და ბეჭები რესტორანის უბრა გავშალე ახლა მთელი გუნდი დავპატიჟე მოდი თქვენ დიეტაზე ხომ არ ხართ ახლა სულ რესტორანზე რო ვლაპარაკობ კი 6-ის მერე ჩვენ არ ვჭამ ცხრარი ახლა გადაირებია ხო და რას ვამბობდი მეზობელ მაგიდასთან დავინახე ერთი გოგონა ძალიან ლამაზი იყო ესე ბეჭებიდან ეწყებოდა ფეხები ისიც წყალბურთელი ყოფილა თურმე რომ შევხედე ეგრევე შემიყვარდა მოიცა კაცო შენ მამულა კრასნოდარში გაიცანი რა მამულას რა ბეჭებიდან ეწყება ფეხები თუ ახლა კიდე მოგაჭრა ფეხები და ლაბავიზე ბრელოკივით ჩამოკიდო იუმორი პრობლემა არა მაქვს იუმორთან და კიდე პოტენციას დაგიდო შენ ცოლი ყავს? არა ბავშვს მიცავარ თქვენ ისე გაციათ რომ გიყურებთ მე მცივა მე ნუ გვიყურებ აბა ვისუყურო ნიკას ასიანია ყურება არა უფასოა მე მაგას რაჯობია მე შემიძლია დილიდან საღამომდე ვიჯდე და გიყუროთ მე ვიყო გოგოებო თქვენ თავზე არ მიიღოთ და მოსკოვში არბატზე ვზივარ კაფეში ნაშასთან არა ვალოდია აფიციანს ვეუბნები ერთი ბოთლი შამპანიური მოიტანეთქო მოიტანა ამ გოგოს რას ვეუბნები იცი რაღაცა მაგარს ეთყოდი შენი ამბავი რო ვიცი ვეუბნები თუ გინახავს თვალით გახსნილი შამპანური მეთქი არაო მე უთხარი ახლავე გაგიხსნი მეთქი ასე ავიღე ბოთლი მივიდე თვალთან და ვცდილობ რომ გავაღო
ასე ვცდილობ ეს გოგო მციცინებია მიყურებს მე ასე და მეორე ხელი რასაკეთებს ამ დროს იცი? ასე მის ჩანტას ასუფთავებს ასე $200 ქონდა მეტი არა. მე ვითომ ვერ გავაღე და ვითომ გამიტყდა და აბდექი და ბოდიში მომხადი და წავედი. სუდი დღე მაქვს მეთქი. არა გოგონებო, არა. მე არა, გინდა. თქვენ თავზე არ მიიღოთ, მეთქი ხომ გითხარით. დღეს კარგი დღე მაქვს. შეგაგოს. ასე მტერი დაგეცა. გოგოებო, ერთი არა დელიკატური კითხვა მაქვს თქვენთან. რა ღირს თქვენთან კბობა? რამდენი ხნის გინდა? მე თელინამე და ნიკუშა 10-15 წუთი ეყობა. 10-15 წუთი რა არინდოდეს მოსაყვალად კი ასევდი. 1 საათი 150 ლარი. ორივე ერთად 300 გამოვა. 300. სარო მონაიყავი მეთქი კი არ მიკადრებინა. რომ გავერთოთ კაცო. უბრალოდ 150 ლარი ერთი კაცი თავის ნომრით. გოგო 150 რა მომცა. უკადრებას ვაკადრებინა მამულის მინო. მამული? ხო, მამული გიждდება საფშობლოზე. ამბავია შეკაი ადამიანს 150 ლარი? შენ კერძე შეგიხედავს ოდეს? არა, კარგია. კარგია, მაგრამ რა ამბავია 300 ლარია? კარგი. ეთით მოკლედ გოგონებო იქნება. ცოტა დაგვიკოთ. კარგით, დაგიკლებთ. მანქანას ვედი $2000 და $200 დაგიკლებთ. მე გაიფება. ხო? არა, არ გეკაიფები. ბენზინზე ვარ, გაზზე რომ ვიყო, შეიძლება. გოგო $150 გოგო ამერიკაში ახეთ მიხდინა საათში. ახეთ ჩვენ ცოტა ვიყავ ამერიკაში, ჩვენც გადაგიხდით $150. $150 მე რომ თხოვ საათში. ეს რამდენი დაუждდება მის ქმარს თვეში, გოგო, შენ წარმოგიდგენი რამდენი ქათამი უნდა შემოვიყანო და გავყიდო რომ 150 ლარი დამჩეს მე? ქათამი? ქათმებს ხიდი? просто ვერთები რა მეკვიდრეობით მამაპაპისეული ბიზნესია და არ მინდა რომ დავივიწყო და დავკარგოს. ასე. მოკლედ გავანებოთ თავი. დავშვებით. მოვქნეთ. როგორ მოვიქცეთ? თქვენ ფული თქვით თორე ჩვენ ვიცით რაც უნდა ვქნათ. ბოლო იუნკი პაკი ტრამს დავაკლებია სასტუმროში და ამას კაპიკი არ დამიგლობი ჯო. ამბი გავშვები. ერთი წუთით. ასე მოხდა და მე დაგიმატებ. შენი ხადრით ნიკოლოს, შენი ხადრით და არის მინცემი არ ვიყავი მე ამან. შენი ადექი ახლა დავედით. შენ წამოხვალ ჩემთან და დაიბარე ბოლო სიტყვა. რა დავიბარო? არა იდა სოციალს არ გამოგიშვებ და რა ვიცი რაც გინდა ის გი. აბა წადი ახლა წადი. ჩემო ეროვნულ ვალუტას სად გიშოვე და სად კარჯავ. წარმატებები ნიკოლოს. სიბოროსი.
აი ამ ქალის ადგილზე გოგო დედამთილს გავგლიჯავდი შუაზე. რა ხდება, მამულია? დედა უნდა დაშორდეო, გოგო. გადამრია. ყავას გაგიკეთებ. არ მინდა შენი ჭირიმე, არ მინდა რა. ისე მომიშალა ამ ქალმა ნერვები, რომ ჭიქას დავამტვრევ ალბათ. მე კარგი. იცი რა უნდა უკრა? უნდა დაიჭირო გოგო და არ თქმევინო თავი მაგიდაზე, ეს უსინდისო, ეს რეები გაბედა. ლიკა, შენ თავს პიცავალ თუ მე? რა? თუ ძალიან მაგარი სტრელკა გქონდა. ძალიან. რა არის მამულია, ხომშვიდობა? მოკო თეოსურს. მოკო. ფერი გაიგეს ბიჭო. ლიკა, გუჯას გადაწყვეტილება იყო ყველა სერიალზე იცის ასე გაგიჟება გაჩუმდი ბიჭო. მინდა კიდო ეს რეკლამები კაცო, რა თუნდა ტელევიზიას რეკლამა გამაგიჟეს, გადამიყვანე ჭკუიდან რა. შემო მამულია, ჩვენ ტავარი რომ გავახა ტელევიზორში, მე მოგეწონება რეკლამა. გუჯა, ის გადავიღოთ, მე რომ მოვიფიქრე იცოდე. რომ დავიჭერ კაი დედალს ხელში, რომ შეუბერავ უკან კურტუმოზე ჰაერს და რომ გამოიშტება ყვითელი დიდი ტრაკი, ხო? მაშინ მივაწე. გინდა გაგაოცოთ? და ქვემოთ იქნება მინაწერი. თელი ულიცა ჭამს ამ კურიცას. კარგია. ისე შემდეგ ჩამოსვლაზე ფართები უნდა მოუძებნოთ ჩვენ. კი. და ფართები რისთვის? ბიზნესისთვის კაცო, როგორ? აი მე რა ბიზნესისთვის? რაც მომგებიანია ლიკა რა დაგემართა ახლა მაგალითად 1000 ახალი იდეა შემოგთავაზეს პარტნიორებმა. კი. ისა კვების ობიექტებიო, სამრეცხავებიო, ბორდელი 150 ლარი ღირს 1 საათი. ნიკა. საძინებელში გელოდები. ოი. რასა რომ აკეთებს ახლა ეს ბიჭი? ათაკ მორთი. მოდი აქ. მოდი მეთქი. დამარტყა ახლა